მოგესალმებით. BBC-ს მიერ წარმომადგენელმა ფილმმა, რომელმაც გამოიწვია დიდი აურზაური ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში, იმ დონეზე რომ გამოძიებაც კი დაიწყეს, რა ხდებოდა 1 წლის წინ. ძალიან საინტერესო ფაქტია. 1 წლის წინ, ზუსტად 1 წლის წინ, 4 დეკემბერს მე შევიტანე განცხადება, მიუმართე ჯანდაცვის სამინისტროს საკითხით, ხდება თუ არა კვლევა, რომელი მომწამლავი ნივთიერებები არის გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იმისათვის, რომ ვითომ წესრიგი დაეცვათ. და ზუსტად ადრეში მივიღე აბსოლუტურად ჩემი აზრით მიუღებელი პასუხი, სადაც ამიხსნეს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება ამ ნივთიერების გამოყენება და ამაში პრობლემა არ არის. და ხდება სიმპტომური მკურნალობა. ჩემი შეკითხვა იყო ის, იცის თუ არა ექიმებმა რომელი ნივთიერება არის გამოყენებული? იმიტომ არსებობს ძალიან ბევრი ნივთიერებები, კიდაც ცრემდენი, ეს არის CN, CR, CS, CA, ეგრეთ წოდებული კამიტი, ხლორპიკრინი და ამის ცოდნა ექიმებისთვის არის სავალდებულო. რომ ზუსტად ის მკურნალობა ჩაუტანონ, რა მკურნალობა ჭირდება დაზარალებულებს. იგივე ევროპაში და ცივილურ ქვეყნებში აუცილებლად ესეთი აირების გამოყენების დროს ყველა სამედიცინო დაწესებუება ინფორმირებულია, რომელი საშუალება არის გამოყენება. აი ესეთი გაუგებარი პასუხი მივიღე. და რა ხდება ახლა? BBC-მ ნამდვილად გადაიღო რეალური ფილმი იმაზე, რა ხდებოდა საქართველოში ამ დღეებში. მიგვაჩნია ლელო ძლიერი საქართველოს, რომ ამ საქმის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს OPCW, ანუ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელიც ზუსტად ამ საკითხებით არის დაკავებული და ეს მაგათი პრეროგატივაა. აუცილებლად და ჩვენ მივმართავთ ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს და დაგვეხმარონ ამ საკითხის გარკვევაში. იმიტომ რომ 10,000 ადამიანის, უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობა იყო საშიშროების ქვეშ, სიკვდილის ქვეშაც კი. ამიტომაც ასევე ჩვენ აუცილებლად დავიწყეთ უკვე თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორ ქვეყნებთან, რომ მათ მთავრობებმა მიმართონ ამ ორგანიზაციას იმისათვის, რომ ეს საკითხი დროულად დაიძრეს და რეალურად ნამდვილი გამოძიება ჩატარდეს.